საღამო მშვიდობისა ძლიერი წვიმის შედეგად წყნეთი ახალდაბის გზაზე მეწყერი ჩამოწვა საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით მიწა რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა, რის გამოც გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა. პარალელურად თბილისში ვერეს ხეობაში ახალგზასა და გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა იყო შეფერხებული. განსაკუთრებული პრობლემები იყო თემქაზე და გლდანში, სადაც წვიმის გამო საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. ჩვენი გადამღები ჯგუფები ყველა პრობლემულ ადგილზე იმყოფებოდნენ და ახლა ჩვენი ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას დედაქალაქში და შემოგარენში შექმნილი ვითარების შესახებ. დავით, პირველ რიგში რა მოხდა წყნეთში, რამდენად დიდი იყო მეწყერი და ხომ არ არსებობს 2 წლის წინანდელი წყალდიდობის მსგავსი მოვლენების საფრთხე? Pat ამაზე საუბარი უჭირთ სპეციალისტებს ჩვენმა ტელეფონით რამდენჯერმე ვესაუბრეთ, თუმცა ამბობენ რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია, რადგან საკმაოდ დიდი ნალექი მოვიდა დღის განმავლობაში თბილისში. ასევე სინოპტიკოსების მიერ ნავარაუდები ამინდიც არაა დამაიმედებელი, რადგან ამ დროისთვისაც წვიმს და როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ნალექი შესაძლოა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდეს. რაც შეეხება წყნეთში მომხდარს, რამდენადაც ჩვენი კორესპონდენტი მარიკა გოცირიძე გვატყობინებს, ის ადგილზე იმყოფება, ჩამოწვა მეწყერი, რომლის გამოც ჩაიკეტა გზა, საუბარია სამანქანე გზაზე და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაზიანებული არის გაზის მილი. ამ დროისთვის ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება გმირთა მოედანზე. მე ვთხოვ ოპერატორს, რომ გიჩვენოთ რა რაოდენობის წყალი მოდის ვერეს ხეობის მხრიდან. საკმაოდ დიდი რაოდენობის წყალი მოდის ამ დროისთვის გმირთა მოედანზე. შეფერხებაც მეტნაკლებად, მოძრაობაც მეტნაკლებად შეფერხებულია უშუალოდ ვაკეს აბურთალოს გზაზე. მეტი თვალსაჩინოებისთვის ლაშაი. საკმაოდ დიდია მოკლედ ნალექი, რომელიც ამ დროისთვის გმირთა მოედანზე მოედინება. როგორც უკვე გითხარით, წყნეთში ამ დროისთვის ჩამოწოლილია ერთ კონკრეტულ ადგილას მეწყერი და დაზიანებულია გაზის მილი. დღემდე მოსული ჯამური ნალექების რაოდენობა არ არის კატასტროფული, ეს ის მაჩვენებელი არ არის, რის გამოც პანიკა ღირს ან რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს სიტუაცია სადაც ჩამოწოლილა დასახლებულ ტერიტორიაზე, ასე რომ ამის აუცილებლობა ალბათ არის. ანუ ახლა მეწყერის კვალი იქ არ არის? როგორც ამბობენ, ახლა იქ აი იმ ჩამოწოლილი მეწყერის კვალი უკვე აღმოფხვრილია შედეგები. სეტყვა მოვიდა სურამში, იქაც ჩვენი კორესპონდენტი და კურიერის გადამღები ჯგუფი მუშაობს. საკმაოდ მძიმე ვითარება არის, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გაანადგურა ნათესები, დახოცა შინაური ცხოველი და ფრინველი. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამ დროისთვის მიიღო კურიერმა. რაღაცა ანომალია იყო თუ რა იყო, მე არ ვიცი, გატეხა ხობე, წაიღო ჩისკადი, იმხელა ნაკადი წყალი წამოვიდა ეზოში. მეშინია დაწოლა, იმიტომ არ ვიცი რა იქნება. იქნება აიჭიოს წყალმა, თუ რაც იზავს წყალი, არ ვიცით რა გადავაკეთოთ. კარგად ამოასწრეთ წყალი და მოდით როგორც მდინარე მიედინება, ისე მიედინება ეზოში. ამ გეობას დაურეკეთ სახელმწიფოს დაუზეგეთ, მაგრამ ჯერჯერობით არ ინარჩან. უსაფრთხოების მიზნით რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი დაკეტილია ეგრეთ წოდებული ახალი გზა, საუბარია თამარაშვილიდან გმირთა მოედანზე გადმოსასვლელ გზაზე. უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველებმა ეს ტერიტორია დაკეტეს. ასევე რამდენადაც კურიერისთვის ცნობილია, უშუალოდ ვერეს ხეობაშიც მოხდა მცირე ნაწილის ჩამოშლა მიწის. ექსპერტები და სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს საგანგაშო არ არის, თუმცა მათივე ინფორმაციით სინოპტიკოსების მიერ ნავარაუდები ამინდი არ არის თავად დამაიმედებელი და მთელი ღამის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი. ამიტომ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ამ ტერიტორიაზე საგანგებო ვითარებაში მუშაობს საპატრულო პოლიცია და ადგილზე იმყოფებიან სპეციალისტებიც, რომლებიც ვითარებას სწავლობენ.